ვარ ნიკოლოზ კეხიძე 10 წლის. სწავლობ 31 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ხატვა. 1 წელია რაც ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. ვესტ ჯორჯიაში იმიტომ შევედი, რომ იქ ჩემი ბიძაშვილები თამაშობენ. მახსოვს პირველი დღე რომ ვესტ ჯორჯიაში მივედი. კარგი გარემო დამხვდა და არ ნერვიულობდი. ჯერ გუნდელები გავიცანი, მერე მწვრთნელები. ყავს ორი მწვრთნელი გიორგი ქუთელია და ბაჩი მიქელაძე. ძალიან მხიარული და მეგობრული მასწავლებლები არიან. მე ვთამაშობ მარჯვენა თავდამსხმელის პოზიციაზე. ადრე ვიყავი ცენტრალური მცველი და მერე შევიცვალე პოზიცია. იმიტომ შევიცვალე, რომ მარჯვენა ფლანგიდან უფრო კარგად ვთამაშობ. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა გოლების გატანა. ჩემ კარიერაში გატანილი მაქვს 30 გოლი. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. თორიდან დავარტყი და ცხრიანში შევიდა ბურთი. მე კარი გადახტა, მაგრამ ისე კარგად დავარტყი ვერ მოხსნა. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა დრიბლინგი. მოსასწროლებელია ძლიერი დარტყმა. სიმართლე რომ გითხრათ, ვარჯიში ერთი რაღაცა მეზარება. პას რომ მიცემდა, უნდა დაგიბრუნოს რა მარჯვენა მარცხენით რა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდო და საყვარელია გუნდი რეალი. საქართველოს ნაკრებში მინდა ვითამაშო 7 ნომრით. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასე წარმომიდგენია. თამაშს დავიწყებ ჯერ დინამო ბათუმში, მერე გადავალ მანჩესტერ სიტიში და მერე გადავალ რეალში. მე ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 51 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები რეალის მწვრთნელი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მხატვარი. ხატვა ახლაც ძალიან მიყვარს და ჩემი თვისწავლე. ყველაზე ხშირად ვხატავ მანქანებს, კურდღელს და ადამიანებს. ყველაზე რთულია პორტრეტის დახატვა. ყველაზე ადვილია კაცის დახატვა. ბევრჯერ ვცადი ავტოპორტრეტის დახატვა, მაგრამ არ გამომივიდა. მე ვაგროვებ ჩემს ნახატებს და სახლში მაქვს 10 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ მინდა გავყიდო. თითო ნახატი ეღირება 2 ლარი. მე როცა ფული მაქვს, ძირითადად ვხარდავ ჩიფსებში. ჩემი საყვარელი საჭმელია ხინკალი. კარგ ნიზლავზე შემიძლია შევჭამო 20 ხინკალი. აქამდე ჩემი რეკორდი იყო 19. ბევრი ფული რომ მქონდეს, ვიყიდი მოედანს, მანქანებს და კიდევ ვიყიდი ჩემი ოცნების სახლს. ეს სახლი იქნებოდა 3 სართულიანი, ექნებოდა დიდი ეზო და დიდი აუზი. თუ მილიონერი ვიქნებოდი, ვიყიდი მადრიდის რეალსაც. მე მოვიყვან ცოლს და ვიცხოვრე ბედნიერად. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ძალიან კარგი კლასელები მყავს და მასწავლებლები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია დემეტრე ძნელაძე. ყველაზე ჭკვიანია ნუციკო ძნელაძე. ყველაზე მშვიდია ნიკა მარკოიძე. ყველაზე ბედნიერი მგონია კოტე გორგილაძე. მე ვარ ყველაზე მშვიდი და სახალისო. სკოლაში არ ვხმაურობ, მაგრამ სახლში კი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ირმა გათენაძე. იმიტომ რომ ლამაზია, ბედნიერია და ძალიან კარგად გვასწავლის. ბედნიერი იმიტომ მგონია, რომ სულ კარგ ფორმაშია. სულ პატარა რომ ვიყავი, მაშინ მინდოდა გამოვსულიყავი ბეტმენი. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 7 წლის ასაკში. მე უკვე მენატრება ჩემი ბავშვობა. ჩემ ბავშვობიდან ყველაზე კარგად მახსოვს სოფელში დახუჭობონეს თამაში. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ძმა და და. კიდევ მინდა მყავდეს ერთი პატარა და. მამიკო არის უშიშარი, ძლიერი, მშრომელი, ხიარული. დედიკო არის ლამაზი, პრანჭია, სრუნველი, თბილი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაერთიანებდი საქართველოს. საქართველო იმიტომ მიყვარს, ლამაზი მთებია და კარგი ხალხი ცხოვრობს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ამერიკაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ნიკოლოზი რო არ მერქვას, რა მერქვეოდა? მე ნიკოლოზი დავარქვა ბებიამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ნიკოლოზი რო არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა გიორგი. ჩემ შვილებს დავარქმევ ბადრის და თამუნას. ჩემ ცოლს დავარქმევ ლიზის. თუ სხვა სახელი ერქმევა შეუცვლი. ბედნიერება არის კარგი შეყვარებული, კარგი ოჯახი, ფეხბურთის თამაში და შვილები. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.